ესე იგი, როგორ მოვაცილოთ აი ეს, ნახეთ, ხო? რეტუშირების ხელსაწყოებიდან პირველი სფუთიალინგი იყო ის, რომ დავაწყაპუნებდით და მოცილდებოდა. ანუ სფუთიალინგი როგორ მუშაობს? გარშემო, აი ამის გარშემო რა ფერებიც არის, დაწყაპუნების შემდეგ აი ამ იმაზე გადაასხა, აი. ყველა მხრიდან გადმოესხა ფერი, ასე ვთქვათ, აი ამ იმაზე დაიმალა. მეორე ჰეალინგ ბრაშით ალტზე და აი აქ დაწყაპუნები, ალტზე და მაუსზე დაწყაპუნებით, ესე იგი ალტ ღილაკზე დავაჭირე თითი, შემდეგ დავაწყაპუნე მაუსის მარცხენა ღილაკს და ავიღე ფერი, მწვანე ფერი. აი ნახეთ, მწვანე ფერია ჩასმული. და უბრალოდ გადავატარე აი ეს. ეს მეორე ვარიანტი. მესამე პასთული. პასთულით რას ვაკეთებ? შემოვხაზე აი ეს არე. შემდეგ შიგნით ჩავდგები და უბრალოდ გადავაცურებ გვერდით, აი აქ, ან იქით, ან აქეთ. აი, Ctrl D-ი მოვხსნე მონიშნავს და მივიღე აი ეს ვარიანტი. შემდეგ აი აქ იყო ესეთი პასთულის შებრუნებული. რას ნიშნავს ეს? რომ აი აქ დაუზიანებელ არეს, ანუ აი ჯანსაღ არეს მოვნიშნავ, გადმოვიტან და აი აქ პირიქით ესეთნაირად გავაკეთებ. და Ctrl D-ი მოვხსნი მონიშნავს. აი ეს ვარიანტი. და კიდევ ერთი ვარიანტი. შეხედეთ. მოვნიშნოთ ეს არე, აი მაგალითად თუნდაც აი ამით. ლასო თულით თავისუფალი მონიშნა გავაკეთოთ და ნახეთ რა ხდება. შევდივარ edit მენიუში და აი აქ არის fill. Fill-ში აქ არის ხა pattern-ი, ანუ რაღაც ფონია რა. ამას თუ დავაწვევი OK-ს. ნახეთ, აი ეს ჩამისვა pattern-ი. მაგრამ აი აქ მე ახლა რა უნდა გავაკეთო fill-ში. უნდა ჩამოვშალო აი აქედან content-ი, ანუ შიგ თავის შემცველობა pattern-ი კი არ იყოს. აი ნახეთ. content aware. აი ეს. და როგორც კი აქ OK-ს დავაწვევი, ნახეთ. შემივსო თვითონ აი შემცველობით რაც იყო იქ, აი ესეთნაირად. ესეც შეიძლება, კი ბატონო. ანუ ეხლა აი აქ თქვა აი ღრუბელი რომ არ მინდა იყოს, ხო? თქვათ აი ეს. აქაც აი თქვათ აი ამით fill და OK-ს დაწყაპუნებით, აი ნახეთ. აი, გააქრო რაღაც ღრუბლის ნაწილი ასე ვთქვათ და ასე შემდეგ. ესეც შეიძლება, ანუ რამოდენიმე გზა არის და ეს ყველა გზა ჩვენ განხილული გვაქვს. თუ როგორ და რანაირად შეიძლება აი ამ პრობლემის მოგვარება. პლუს კიდე აი ძველი სურათის აღდგენა და მსგავსი რაღაცები რო გავაკეთეთ ჩვენ. იგივე აი მაგალითად აქედან კლონირების ხელსაწყოთი. ავიღეთ კლონირების ხელსაწყო და ესეც მუშაობს, ნახეთ, ალტ ღილაკთან ერთად. აი ალტზე დავაწყაპუნებ, აქედან ფერს ავიღებ. ვთქვით, აი ალტზე დავაწყაპუნებ, ფერს ავიღებ. აქედან ნახეთ, იგივე ვარიანტი, აი. აი აქ. აი ეს. ანუ კლონირების ხელსაწყოთით მსგავსი რაღაც შეიძლება გააკეთეთ ეს. ანუ ასე ვთქვათ, რაზე მაქვს საუბარი? იმაზე რომ ზეგი ხელსაწყოებიდან ჩვენ თქვით რომ პირველი აი ეს ხელსაწყო, ესენი ეს აი აქამდე, აი ეს ხელსაწყოთა ჯგუფი წარმოადგენს ასე ვთქვათ მოსანიშნ ხელსაწყოებს და აქედან უმეტესობა განხილული გვაქვს ჩვენ აი ეს სახაზავიც, აი ეს პიპეტკაც, აქ note იგივე რაღაც ჩანაწერი შეიძლება გააკეთო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ყველა ხელსაწყო აქედან ჩვენ მოკლედ განხილული გვაქვს. შემდეგ როგორც გითხარით, მოდის რეტუშირების ხელსაწყოები და აი ნახეთ თითეული ხელსაწყო რას ნიშნავდა და read-day ეს ხელსაწყო გახსოვთ ვინმეს რას აკეთებდა? კი, ანუ წითელი თვალ ყველას გვახსოვს თუ ნახოთ კიდევ, აი ნახეთ. ესეთი რაღაც იყო. ახან გამეორების, ასე ვთქვათ, თემა გვაქვს. აი ნახოთ.
ხშირი არის ხოლმე შემთხვევა, რომ როდესაც სურათს ან ფოტოს ვიღებთ, იქ არის რომ მაგალითად, აი ავიღოთ ფუნჯი და რაღაც წითელი თვალი, ანუ სიწითლე გვაქვს თვალში, ხო? ეს მხოლოდ მაგისტვის გამოიყენება, აი აქ. რაღაც ესეთი ვნახოთ. შემდეგ აი ასეთ შემთხვევებში ვიყენებთ აი აქ. ამას გადავატარებთ, აი ნახეთ. აი. წითელი ფერი უკვე აღარ არის მოცილდა ჩვეულებრივ. შავი ფერი. და ეს რაც ახლა ჩვენ განვიხილეთ აი აქ ეს ხელსაწყოები. ეს განვიხილეთ ჩვენ სახის გასუფთავების მაგალითზე, მაგრამ იგივეა რაც ახლა აი ამ ფონზე განვიხილეთ აი აქ. რომ აი მაგალითად რაღაც ხარვეზი თუ აქვს ან ხალი ან რაღაცა მსგავსი. აი თავისუფლად შეგვიძლია ამ ხელსაწყოებით ეგ პრობლემა მოვაგვაროთ. აი იგივეს ფუთი ალინგით მაგალითად, ხო? აი ესე. აი აქაც ეს ჩვეულებრივ შეგვიძლია გავასუფთავოთ და მივიღოთ ის შედეგი როგორც ჩვენ გვინდა. ეს იგივე გავაკეთეთ ჩვენ აი თუ გახსოვთ აი ამის მაგალითზეც აი აქ, ხო? აი ეს რომ მოვნიშნეთ, წინა გაკვეთილზეც განვიხილეთ ზუსტად აი ეს რომ მოვნიშნეთ ახლა მაგალითად აი ეს. ეს წარწერა თუ გახსოვთ წინა გაკვეთილზე გავაკეთეთ ჩვენ. და როგორ უნდა ასე ვთქვათ, მოგვეცილებინა აი ეს წარწერა. ეს გავაკეთეთ, მე მგონი აი ამ ხერხით, edit-დან, fill და ზუსტად აი აქ ამ ხერხით გავაკეთეთ, რომ აი აქ Ctrl-D უკვე აი მოცილდა ძირითადი ნაწილი, მაგრამ ეს როგორ შეგვიძლია ახლა გავაკეთოთ? იგივეს ფუთი ალინგით შეგვიძლია ეს, ანუ კომბინაციაში გამოვიყენოთ, ასე ვთქვათ, აი კომბინაციაში გამოვიყენოთ ყველა ხელსაწყო. აქაც შეიძლება ეს ბარემ აი ამით გაგვეკეთებინა, ხო? აი. აი აქ. აი ეს. და Ctrl-მინუსით თავაბრუნ საწოლდება, რომ შაი ჩვეულებრივ არაფერი აღარ ემჩნევა. ანუ კომბინაციაში მოსინჯეთ გამოვიყენეთ ყველა ის ხელსაწყო, რაც ჩვენ დასწავლი გვაქვს და აქედან გამომდინარე, აი აქ, ხლა აი ნახეთ. ახლა რატო გააკეთა ეს? იმიტომ რომ ჩვენ თქვით რომ გარშემო შემოაქვს ფერები ყველა მხრიდან თქვა, ამიტომ ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ უკვე სხვა საშუალებით უგნებავთ მეორე ხელსაწყოს საშუალებით შეგვიძლია ეს ან თუნდაც აი აქედან აი ესე ეს გადატარებით ეს ვარიანტი ან თუნდაც მაშინ მეორე ხელსაწყო გამოვიყენოთ და ესე კომბინაციაში უნდა გამოვიყენოთ ყველა ხელსაწყო. აი ალტით ავიღოთ ახლა აქ ფერი და შემდეგ გადავატაროთ. ან ახლოსში მოვიტანოთ, ან იგივე გავიმეოროთ და ასე შემდეგ და შემდეგ იგივე გავიმეოროთ აქედან. ფილით შევსება გავაკეთოთ. ან ბევრი ვარიანტი ვიცით და აქედან გამომდინარე მოკლედ გავალთ იმ შედეგზე, რაც გვინდა. აი ხა მაგალითად edit, აქედან ფილი გავაკეთოთ და ვნახოთ რა შედეგს მე. აი ესე. მერე უკვე იმით რა ქვია. კლონირების ხელსაწყოთი და მოკლედ კომბინაციაში გვინდა ეს ჩვენ გამოვიყენოთ. Ctrl-D-ით მოხსნათ მონიშნა და ესეთნაირად კომბინაციაში სხვადასხვა რაღაცებს გამოვიყენებთ. მოკლედ აი ეს, ასე ვთქვათ, რეტუშირების ხელსაწყოთს ვნახეთ თუ რაში გამოგვადგებოდა. კარგი, ვინმეს გვაქვს კიდე რამე შეკითხვა? კი ბატონო, შეკითხვა არაფერი, ფუნჯებით და ფანქრით ვნახეთ, ეს უფრო ხატვის დონეზე გამოიყენება, აგერ ფანქარი, ფუნჯი. კლონირების ხელსაწყოთს ვნახეთ. Artistic brush-იც ვნახეთ, თუ გახსოვთ, რომ აი ეს მაგალითად Artistic brush-ს რას აკეთებდა, ეს გადაყავდა ესეთნაირ ფორმაში, აი მაგალითად. ნახოთ. აი Artistic brush-ი, ნახოთ რას აკეთებს ახლა ეს. აი ესეთ რაღაცებს აკეთებს რა.
თითქოს აი ესეთი ნახატია, რა ქვია, აკვარელი თუ რა ქვია მაგას. ჰისტორიბრაში კიდე აღადგენს, ნახეთ, პირველად მდგომარეობას აღადგენს, აი ესეც ნახეთ. რა თქმა უნდა, საშლელის ყველა ვარიანტი ვნახეთ აბსოლუტურად. თუ რა განსხვავებები იყო, აი თქვა აი ამ საშლელებს შორის. და ხშირად ვიყენებდით მაგალითად აი Magic Erase tool. აი ამ შემთხვევაშიდაც აი რაც ახლა აქ გამოვიყენეთ ჩვენ რომ მაგალითად თუ აი ამ სურათს ახლა მოდი Windows-იდან history გამოვიძახოთ. ეს პანჯარაც ხშირად გამოყენებადია ჩვენთვის და ვიცით. ანუ რა შემთხვევაში ვიყენებდით მაგალითად აი აქ Magic Erase tools და რა შემთხვევაში ვიყენებდით მაგალითად Magic Wand tools, ხო? პირველ ის რომ თუ აი ამ გოგონას გადმოტანა გვინდოდა აი აქეთ, აი ასეთ შემთხვევაში თუ მოვნიშნავდით backgrounds, მოინიშნებოდა თეთრი ფერი, მე რას ვაკეთებდით? ვაკეთებდით მონიშნის შებრუნებას, რომ თვითონ გოგონა დარჩენილიყო მონიშნული და წამოვიღებდით გადმოვიტანით აი აქ. ეს ერთი ვარიანტი იყო. აქ კიდე მაგალითად გადმოყვა ხო რაღაც ფერი. ბუნებრივია, აქედან ცალკე ესე. მოვნიშნავდით და delete-ით წავშლიდით, აქაც მოვნიშნავდით და delete-ით წავშლიდით. შეიძლება თქვა ვინმე რომ აი მაგალითად შეგვეძლო ეს ფერიც მონიშნულიყო, როგორ და თუ ჩვენ აი აქ contiguous მოვხსნიდით, contiguous, ახლა ყველგან მოინიშნებოდა თეთრი ფერი. მაგრამ ახლა ამ შემთხვევაში ეს რატო არ გვაწყობდა? იმიტომ რომ აქაც მოინიშნა თეთრი ფერი, აქაც და ყველგან, მაგრამ ამ შემთხვევაში რატო არ გვაწყობდა ეს? იმიტომ რომ რა, მოინიშნა ესეც ხო აი აქ, ჩასაცმელიც. მაგრამ თუნდაც ასე მოგვენიშნა, აი როგორ გამოვასწორებდით ამ შეცდომას, აი ამას როგორ მოხსნიდით აი ამ მონიშნოს. შეგიძლიათ გამახსენოთ? აი აქ, ნახეთ, მოვნიშნე ესე contiguous საშუალები, მოხსნი contiguous და მოვნიშნე თეთრი ფერი. და მოინიშნა აბსოლუტურად ყველგან. აი აქ თუ დააკვირდებით თვალის არეზეც არის მონიშნული, ახლა ახლოს მოვიდა, აი ნახეთ, რაღაც თვალის არეზეც არის მონიშნული, ხო? ეხლა delete რო გავაკეთო მე აი აქ. ჯერ ერთი არ გამაკეთე, ყოველ შემთხვევაში ესეც წაიშლება აი აქ. ამიტომ რა შეიძლება ამისთვის გავაკეთო? რომ აი ეს გამოსწორდეს. აი ეს მონიშნა აი აქ. რა შეიძლება და ამისთვის შეიძლება ესეთი რაღაცა, ნახეთ. გადავიდე საათ quick selection-ზე და რა უნდა გავაკეთო? ავიღო მინუს ნიშანი და ამ მინუს ნიშანი და ეს რაც ამ ჭირდება, ეს მონიშნა გამოვაკლო. მივხვდით? აი მინუს ნიშნით აი ეს მონიშნა გამოვაკლო. აი ეს. და ამის შემდეგ თავისუფლად შემიძლია გავაკეთო select inverse და ამის შემდეგ გადავიტანო აი ეს გოგო აი აქეთ. აი, ნახეთ, აქ უკვე აი, აქ აღარ გადმოყვა ეს. და არც თმებზე არ გადმოყვა ესეთი თეთრი რაღაც. ხედავთ როგორი სუფთად გადმოვიდა. ანუ ბევრი ვარიანტი გვაქვს ჩვენ იმის, რომ მსგავსი რაღაცები, ასე ვთქვათ, გამოვიყენოთ კომბინაციაში და ნახეთ რა სუფთად ამოიჭრა ვიდრე აი აქ. აი ეს. ან იგივე, ნახეთ. ამ პრინციპში ახლა აი ამის საშუალებით ახლა ეს Ctrl D მოხსნათ აქ მონიშნა. თუ ამას გამოვიყენებდით საშლელის ამ ვარიანტს, Magic Erase tools. და დავაწყაპუნებდით. აქ დარჩებოდა ეს, რა თქმა უნდა ეს თეთრი ფერი, მაგრამ თუ აი აქაც contiguous მოხსნიდით, მაშინ აი ეს აღარ გამოგვადგებოდა, იმიტომ რომ ყველგან წაშლიდა თეთრფერს. აი აქაც წაშალა, ნახეთ. ტანსაცმელზე წაშალა აი აქ თეთრი ფერი. აქედან გამომდინარე ეს რა თქმა უნდა ბუნებრივია, ეს არ გამოგვადგება არც ერთ ვარიანტში. ესეთი ქმედება. ამიტომ აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია უკვე ან რა შეგვიძლია გაგვეკეთებინა მაგალითად. ნუ პრინციპში
აი ამით ესეთნაირად გამოგვივიდოდა. მაშინ ცალ-ცალკე უნდა წაგვეშალა. ან შეგვეძლო ეს მოგვენიშნა, ანუ ეხლა რთული გზებითაც შეიძლება წავსულიყავით, აი ეს მოგვენიშნა აი ეს, რაც არ უნდა წაშლილიყო თეთრად, ეს მოგვენიშნა. შემდეგ გაგვეკეთებია select inverse და შემდეგ გაგვეკეთებინა აქედან წაშლა ამ contiguous-ის გარეშე, აი ეს contiguous და ნახეთ, ყველგან წაიშლებოდა, უბრალოდ აქ დარჩებოდა თეთრი. და მე პირდაპირ მოვკიდებდით ხელს. წამოვიღებთ, გადმოვიტანით აქეთ. ერთ წამით ხო. ეხლა პირიქით უნდა შეგვებრუნებინა კიდე. კიდე უნდა შეგვებრუნებინა, ამიტომ რომ ეს დარჩა background-ი დარჩა. select inverse ან საერთოდაც მოგვეშალა ისა. მონიშნა არაფერში აღარ გჭირდებოდა და წამოგვიყო, გადმოგვეტანა აი აქეთ. და მივიღებთ ესე სუფთად მონიშნოს. თუმცა კიდევ ერთხელ ავუშვამ თუ დააკვირდებით აი ეს ვარიანტი ყველაზე კარგი გამოვიდა. ასე ვთქვათ. კი ბატონო, აი ეს ასე ვთქვათ, რაც შეეხება აი ამ მონიშნებს და აი ესეთ მოქმედებებს, რაც ხშირად ასე ვთქვათ გამოგვადგება და გამოგვიყენებია კიდეც Photoshop-ში მუშაობისას. ფერის ჩასხმებზეც, რა თქმა უნდა, ბევრი ვიმუშავეთ. აი ახლა აქ მაგალითად თუ ჩვენ მოვნიშნავთ თეთრ ფერზე გვაქვს საუბარი და ჩავასხავთ ახალ ლეიერზე. ახლა მთლიანად ჩაესხმება, ამიტომ რა უნდა ვქნა თეთრ ფერზე რო ჩავასხა და არა ეს მთლიანად ახალი ლეიერი, კი ბატონო, ავიღეთ, გასაგებია, მაგრამ რა უნდა ვქნათ, მხოლოდ აი ამ იმაზე რო უნდა მოვინიშნოს. კი ბატონო, უნდა მოვინიშნოს თეთრი ფერი. Ctrl-D-ი მოვხსნათ მონიშნო და აი აქ თეთრი ფერი მოვინიშნოს. ბუნებრივია ყველგან არ მოინიშნა, ამიტომ რა უნდა ქნა ხა Ctrl-D-ით მოვხსნათ მონიშნა, Ctrl-D-ით და Quick Selection-ით გავაკეთოთ მონიშნები. აი ეს. და ამის შემდეგ ახალ ლეიერზე გადავიდეთ და ჩავასხათ ფერი. შეგვიძლია აი აქედან გამჭვირვალობა დავუკლოთ. ესე დავტოვოთ. ან ფერის, ასე ვთქვათ, ფერის მიცემა ბევრნაირად შეგვიძლია ჩვენ ამისთვის და ფერის ჩასხმაც კლავიატურის კომბინაციიდან, ვიცით რომ ორი ფერია აი აქ. წითელი, ანუ წინ დგომი ფერი და უკან დგომი ფერი. წინ დგომ ფერს ჩავასხავთ Alt Backspace-ით, აი უკანამ დგომ ფერს Control Backspace და ახლა ნახეთ, სტაფილოს ფერს ჩავასხავთ Control და Backspace-ით დაწყაპუნებით, ოღონდ უნებრივია მონიშნა უნდა გქონდეს. ამის მონიშნა კიდე ბევრნაირად ვიცით, Control-ზე დაჭერით და აი ამ ადგილზე დაწყაპუნებით, ან იგივე ამოსანიშნი ხელსაწყოებით. Control Backspace-ით ჩაესხმება უკანა ფერი, ოღონდ აი აქ დავდგეთ, ახლა აი აქ ჩაესხა თუ დააკვირდით. Control Backspace-ით ჩავასხავთ სტაფილოს ფერს, Alt Backspace-ით ჩავასხავთ თითელ ფერს. ესეც ასე ვთქვათ, ნესხერხით და მეთოდიც ვიცით. ასევე ვიცით გრადიენტული ფერის ჩასხმაც. გვინახავს გრადიენტული ფერის ჩასხმა, ნუ ახლა აქ არის თეთრი და წითელი გრადიენტი, გადავატარებთ ამ მონიშნულზე, ბუნებრივია ჩაესხმება ან აქედან, ან აი აქედან იმის მიხედვით, რა მიმართულებით გვინდა ჩავასხათ. ამ შემთხვევაში ლაინერული ჩასხმა, ესეც ვნახეთ, რომ აი პირავი ლაინერული ჩასხმა, ასევე წრიული ჩასხმა, ჯობია ეს წრიული ჩასხმა შუა ადგილიდან ვნახოთ, რომ უფრო კარგად გამოჩნდება. ეს მოკლედ სხვადასხვა ჩასხმის მეთოდები არის აი ამ ასე ვთქვათ, გრადიენტული ფერის. თვითონ გრადიენტის შერჩევაც ნახეთ, აი აქ დაწყაპუნებით. ეხლა ორი ფერია შერჩეული, შემიძლია აქ დაწყაპუნებით და შემდეგ აი აქ ფერის შეცვლით. ასე ვთქვათ, აბსოლუტურად სხვა გრადიენტი შევარჩიო და უკვე აქ მივიღებ იმას, რაც შევარჩიე, ასე ვთქვათ. აი აქედან შერჩეული ფერები მივიღე, უკვე გრადიენტულად ჩასმული. ეს უკვე ლაინერულია, ესე გავაკეთოთ.
ან ესეთნაირად ჩავასხოთ ფერი. ასევე დავამატოთ თავისუფლად შეგვიძლია აქ დავამატოთ ფერი. მაგალითად აი ამ აქ დაწკაპუნებთ, როდესაც კურსორი მიიღებს ხელის ფორმას, დავაწკაპუნებთ. შემდეგ აი აქ შეგვიძლია ჩავაწკაპუნოთ და აქედან შევარჩიოთ, ასე ვთქვათ, ლურჯი ფერი. ასევე კიდე დავამატოთ აი აქ დაწკაპუნებით, შევარჩიოთ უკვე ვთქვათ რაღაც აბსოლუტურად სხვა. ან აქ გადავიდეთ პროსტორად აი აქ დაწკაპუნებით library-ში ფერთა ბიბლიოთეკაში გადავიდეთ და უკვე აქედან შევარჩიოთ მაგალითად მომწვანო ფერი, მუქი მწვანე ფერი, აქ უკვე ტონალობას ვარჩევთ, ასე ვთქვათ. და აი აქ OK ღილაკს დაწკაპუნებით, აქ ჩაიმატა ეს ფერი. თვითონ ამ ფერის დომინირებისთვის უკვე ვთქვათ, ეხლა თუ წით მწვანე ფერი ნაკლებ მანძილს იკავებს, აი აქედან, ნახეთ. შევზღუდოთ, შეგვიძლია უფრო მეტად ასე ვთქვათ. აი, მწვანე ფერი მეტ ადგილს იკავებდეს და ასე შემდეგ. OK ღილაკზე დაწკაპუნებით, უკვე მივიღებთ იმ ფერთა პალიტრას. აი, მოდი ესეთნაირად ჩავასხოთ, რაც ჩვენ მივიღეთ, აი, რა ფერებიც ავარჩიეთ, იმ ფერთა პალიტრა მივიღეთ. აი აქ. ანუ რაც შეეხებოდა გრადიენტულ ფერის ჩასმას და მის ასე ვთქვათ სტილებს აი აქ. იგივე აქ შეგვიძლია გავაკეთოთ ეს რევერსი აქ იქნება ფერთა იმას შეცვლის და ასევე გამჭვირვალობაც აქედან ბუნებრივია. შეგვიძლია დავაკლოთ და მე ჩავასხავთ უკვე. ასევე დანარჩენი ხელსაწყოები აქ. ეს ორი ხელსაწყო, რომელიც ჩვენ განვიხილეთ blur tool-ი, sharpen და smoke tool-ი და ასევე აქ იყო dot tool, burn tool და smoke tool. ეს ხელსაწყოებიც რა თქმა უნდა განვიხილეთ და კიდევ ერთხელ ვნახოთ თუ რას აკეთებს აქედან თითეული ხელსაწყო. Control D-ი მოვხსნათ მონიშნა, რომ მარტო ამ არეში არ ვიმუშაო და თუ ამ layers გამოვთავთ, დაგვრჩება სტანდარტული ვარიანტი. Layer-ებზეც ბევრი ვისაუბრეთ ჩვენ, თუ რა როლი აქვს, ასე ვთქვათ, და რამდენად მნიშვნელოვანია layer-ები Photoshop-ში, იმიტომ რომ ერთ layer-ზე განლაგებული ყველა, ასე ვთქვათ, ახლა ეს ფერები ერთ layer-ზეა განლაგებული, თუ რომელიმე ფერის გადაადგილება მინდა, რა თქმა უნდა, ყველა ფერი ახლა ერთ layer-ზეა განლაგებული, ანუ ერთ. მოკლედ საუბრობდით ჩვენ თუ რა დიდი, ასე ვთქვათ, მნიშვნელობა აქვს layer-ებს და აი ამის მაგალითზე ვნახეთ, რომ ახლა ერთ layer-ზე იყო ყველანაირი ფერი ჩასხმული, აი ნახეთ, თუ რაიმის გადაადგილება მჭირდება, რა თქმა უნდა, ამას ვერ ვახერხებ. იგივე იყო წარწერების შემთხვევაში და ჩვენ ეს ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, ნახეთ, აი რაღაც დავწერეთ ხო წარწერა. შემდეგ თუ ისევ აქ დავამატებთ რაღაც წარწერას, ასე ვთქვათ. და ეხლავე ბოდიშით. მოკლედ თუ დავამატებთ წარწერებს, ნახეთ რომ ასე ვთქვათ, ერთ layer-ზე აღებული წარწერის შემთხვევაში, აი მაგალითად გავაკეთეთ რაღაც წარწერა, შემდეგ გამოვტოვეთ, შემდეგ ისევ რაღაც წარწერა გავაკეთებთ და ასე შემდეგ. ხო, აქედან გამომდინარე, ახლა თუ ჩვენ გვჭირდება მხოლოდ ერთი იმის გადაადგილება, რახან ეს ერთ layer-ზე, აქედან გამომდინარე ამას ვერ გავაკეთებთ, იმიტომ რომ აი ორივე ერთ layer-ზეა. მაგრამ თუ ეს აი ნახეთ როგორც ეს სხვადასხვა layer-ებზე, აქედან გამომდინარე თავისუფლად შეგვიძლია უკვე გადაადგილება და განლაგება ისე როგორც ჩვენ გვჭირდება, ასე ვთქვათ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს ამ layer-ებთან მუშაობა. ამიტომ layer-ების დამატებაც ჩვენ ვნახეთ ბევრი გზით, ერთი აქედან, აი ამ ღილაკიდან, სადაც დავამატებთ ახალ layers. ასევე შეგვიძლია აი აქედან new layer და შეგვიძლია layer სახელიც დავარქვათ და ასევე აქედან layer menu-დან new layers. ასევე შეგვიძლია აქ სახელებიც ორჯერ წკაპით დავარქვათ სახელები, მაგალითად ფერები,
როგორც ლათინური ასე ვთქვით, ისე ქართულად. და პლუს ჩვენ ვთქვით, რომ აი მივანიჭეთ აქედან ნებისმიერი ვთქვათ ფერი აი ამ ლეიერს. ეს ყველაფერი გვეხმარება გარჩევადობაში, მაგალითად, რომელ ლეიერზე რა ობიექტი არის, ასე ვთქვათ, განთავსებული. ესეც მნიშვნელოვანი ამბავი იყო ჩვენთვის. ლეიერების გაერთიანება, როგორც გითხარით, აი ეს ეხანაც ნახეთ და ყოველ გაკვეთილზე ვაკეთებ თითქმის დაჯგუფება და ჯგუფს ორჯერ წავით. შევუცვლით სახელს მაგალითად, ტექსტი ხო? ტექსტ. და ესეთნაირად დავალაგებთ, რაც გვეხმარება, ასე ვთქვათ, აი ამ ლეიერების, აი ამ არის მოწესრიგებაში, რომ უფრო თავისუფლად, ასე ვთქვათ, გავარჩიოთ აი აქ არსებული ლეიერები, რომელიც ჯგუფს ეკუთვნის და სად მოვიძიოთ ასე თუ ის ლეიერი და რა შევცვალოთ იმ ლეიერზე. ამაში გვეხმარება, ასე ვთქვათ, ეს დაჯგუფებაც. მოკლედ, მოდი შემოვიტანოთ სხვა სურათი და განვიხილოთ დანარჩენი ეს სურათიც ვნახოთ როგორია. კი ბატონო, მოდი ეს სურათიც ვნახოთ. რაც შეეხება აი აქ blur tool, ეს არის ასე ვთქვათ, აი ესეთი დაბურვა შეიძლება ესე ითქვას. დავნახეთ ეს ჩვენ განხილული ქონა. ხოლო რაც შეეხება sharpen tools, sharpen-ი უფრო პირიქით, ასე ვთქვათ, დაბლურებულ, ასე ვთქვათ, აი მარეს. თითქოს გამოაცოცხლებს, აი ნახეთ, პირიქით შეიძლება გაკეთდეს sharpen-ით აი ეს. ხოლო smooth tool-ი ეს ნახეთ, რომ ესეთი რაღაცებს აკეთებს, აი. მაინდამეც ამდენად გამოყენებადი ხელსაწყო, ალბათ თქვენ თვითონაც ნახავთ. აი ესეთ რაღაცებს. შემდეგ მოდი იცი რა გავაკეთოთ, აი ხა ერთი წამით ესეთი რაღაც გავაკეთოთ ჩვენ, ერთ-ერთი აი აქ სურათი დავტოვოთ ფონზე, აი ესეთნაირად. გადავიდეთ ფონზე და ასე ვთქვათ, blur-ი აქედანაც ვნახოთ. აი ნახეთ, filter blur და blur. აქედან შეიძლება ითქვას ესეთი რაღაც გამოვიყენოთ. ნახოთ motion blur-ით, ესეც მე აი ესეთი რაღაცა შეიძლება გავაკეთოთ მაგალითად ფონზე. რადიალური, ანუ წრიული. გაუსის დაბლურება და ასე შემდეგ, ანუ რა დაახლოებით ესეთი რაღაცები შეგვიძლია გავაკეთოთ ფონზე, აი ფონად. თორე ზოგადად აი აქედან აღებული blur ხელსაწყო, აი აქედან აღებული blur ხელსაწყო. რომელ ობიექტსაც ვიმოქმედებთ, აი იმას, ვთქვათ, ესე ჩააბურავს, აი შეიძლება ითქვას, აი ესეთნაირად გააკეთებს. ეხლა რაც შეეხება, მოდი აქ დავბრუნდეთ. Dot tools, ნახოთ ეს რას აკეთებს, აი ნახეთ უფრო ასე ვთქვათ. აი გაასუფთავა თითქოს რაღაც სახე, აი თუ შეამჩნევთ, აი ნახეთ დავბრუნდეთ უკან, აი ნახეთ რაღაც ესეთი იყო და აი უფრო გაასუფთავა თითქოს აი ეს. ონა იქ ამემზე დავდგეთ ნახეთ, აი თითქოს გაათეთრა ასე ვთქვათ, აი ეს. ეს შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგი რაღაცისთვისაც, აი ნახეთ. თუ რაიმე ვთქვათ, აი არის ხოლმე რომ კბილის გასათეთრებლად ვიყენებთ ხოლმე, თუ არის ოდნავ ჩაყვითლებული ასე ვთქვათ კბილი. ასეთ შემთხვევაში შეიძლება ეს გამოიყენო, აი ამისთვის მოდი ეს background-ი გადავაქციოთ layer-ად და ნახეთ აი თითქოს აი ეგ რაღაცა ესეთი აი თითქოს აი ნახეთ ჩაყვითლებული არის, შეიძლება რომ გაათეთროს ასე ვთქვათ, აი ესეთი რაღაცა შეიძლება გავაკეთოთ, აი ნახეთ, ესეთი რაღაც.
ბანთულით პირიქით ხდება ჩაბურვა, ამოწვას ნიშნავს, ანუ ეს რაღაც მაკიაჟის მაგალითზეც გავაკეთეთ თითქოს ჩვენ რა აქ რაღაც თითქოს ეს გამუქება თუნდაც ეს საცხის ნახეთ, უფრო კარგად გამოჩნდა ეხლა. ტუჩის საცხის გამუქება რო გავაკეთოთ. ოღონდ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენ თქვით რომ არა თქვათ ორიგინალზე, არამედ აი მოდი duplicate შევქმნათ. და ნახეთ ჩავამოქოთ აი ეს ტუჩის არე. აი ესე. და ნახოთ რა შედეგს მივიღებთ. აი ესეთნაირად, ხო? აი მაგალითად. აი ესეთი ვარიანტი გქონდა, გვაქვს ახლა ესეთი ვარიანტი. აი ესეთი რაღაცასთვის შეიძლება გამოვიყენოთ და მსგავსი რაღაცეებისთვის ასე ვთქვათ, აი ეს barn ხელსაწყო. და სპონქტული არის ესეთი რაღაცა, აი ნახეთ, ფერებს აიღებს და გადაიყვანს შავ-თეთრ ფერზე მთლიანად, აი ნახეთ. ფერებს შეიწოვს, აი გუბკა და აი გუბკა ასე ვთქვათ, აი იწოვს ფერებს, შეიძლება ესე ითქვას. და გადაიყვანს ასე ვთქვათ, შავ-თეთრ ფერზე მთლიანად. აი ესეთნაირად შეიძლება მივიღოთ შემდეგ აი ეს სურათი. აი ეს ხელსაწყობით ასე ვთქვათ, ნახეთ. შემდეგი ჩვენი ასე ვთქვათ ხელსაწყო, რომელიც ძალიან ხშირად ვიყენებდით უკვე ბოლო გაკვეთილებზე, ეს იყო ასე ვთქვათ ვექტორული ხელსაწყოები. ვექტორული ხელსაწყოები, რომელსაც მართლაც აი ბოლო გაკვეთილებზე დიდი გამოყენება ჰქონდა. და ეს იყო ეს ხელსაწყოები აი აქედან. პირველი ფენთული, რომლის საშუალებითაც ასე ვთქვათ, ბევრი რაღაც გავაკეთეთ ჩვენ ლოგო იყო, თუ სავიზიტო ბარათი და ასე შემდეგ. ანუ ფენთულით ესე იგი მივიღეთ აი ეს ასე ვთქვათ ობიექტი. გარდა მაგისა, აი ახლა აქ თუ შეამჩნევთ თქვენ, ქონდა მას შიგ თავსი, იმიტომ რომ ქონდა აღებული shape. აი აქ ხო, shape. ისი ფერის შეცვლა მარტივად შეგვეძლია აქედან, არა მარტო ვთქვათ ფერის, არამედ შეგვიძლია კონტურიც ფერით შევცვალოთ და პლუს კონტურის ფერიც გავზარდოთ. აი აქედან, აი ეს. ანუ ეს მივიღეთ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ქონდა აღებული ესე იგი shape, ან ფორმა, ასე ვთქვათ, ფიგურა. მაგრამ თუ ჩვენ აი გადავალთ პაზზე, უკვე ფორმის ნაცვლად, აი ესეთ შევსილი ობიექტის ნაცვლად ჩვენ მივიღებთ მხოლოდ კონტურს. აი აქ, ხოთ კონტურს მივიღებთ. და ამ კონტურში ჩვენ როგორ ჩავასხათ ფერი? აბა ვის გახსოვთ მეგობრებო, როგორ ჩავასხათ აი ამ კონტურში ფერი? ან მივიღეთ რაღაცა კონტური დავხაზეთ და გვინდა ფერი ჩავასხათ. აბა ვის ახსოვს როგორ შეგვიძლია აქ ფერი ჩავასხათ? აზში უნდა გადავიდეთ და ფილ პაზი გავაკეთოთ. კი ბატონო, უნდა გადავიდეთ პაზებში აქედან და მარჯვენა ღილაკიდან აი აქ fill pazzi. ან შეგვიძლია make selection-ი გავაკეთოთ. აქედან გამომდინარე მოინიშნება აი ეს კონტური. ზედმეტ რაღაცებს დაანებეთ თავი ნიკა. და აქედან შეგვიძლია ფერი მერე უკვე ჩავასხათ. layer-ზე გადავიდეთ, ავიღოთ თალკე layer და alt backspace-ით ასე ვთქვათ, ფერი ჩავასხათ. ან როგორც გითხარით, თუ რაღაც ახალ layer-ზე ჩვენ რაღაცა შევქმნით აი აქ. შემდეგ გადავალთ პაზებში, აქ გვექნება fill pass და აქედან უკვე კოლორებიდან ან foreground-ი ან background-ი ფერი, ანუ აქ რაც არის აღებული ის ფერები ჩაესხმება, ან თუ color-ზე გადავალთ, ან pattern-ებიდან შეგვიძლია pattern-ები აი ეს რაცა გვაქვს აქ მოცემული pattern-ები, აი ბალახი მაგალითად, რაღაც ესეთი, შეგვიძლია
გავაკეთოთ, აი თუ ავირჩევთ რომელიმე pattern-ს, აი მივიღებთ აი ასე ვთქვათ, იმ ობიექტს. pattern-ები მე შეგვიძლია დავამატოთ კიდეც. აქ რაც არის მოცემული აი ესენი შეგვიძლია. ტერასები, რაღაც ბალახები, წყალი. და ასე შემდეგ, ანუ ეს შეგვიძლია გამოვიყენოთ ამ ობიექტში, ასე ვთქვათ. და ასე შემდეგ. ანუ ეს მოკლედ ხშირად გამოყენებადი, ასე ვთქვათ, pen tool-ი. გარდა მაგისა, თვითონ ეს შეგვიძლია გადავაკეთოთ უკვე, როგორ დაი მაგალითად აი anchor point-ზე დავაწყაპუნოთ რაღაც წერტილი ავიღოთ და უკვე მერე აი აქ direct selection tool-ით თითოეულ წერტილზე შეგვიძლია მოქმედება შევასრულოთ. ოღონდ როგორ? ჯერ უნდა მოვხსნათ მონიშნა, სხვაგან დაწყაპუნებით, მოვხსნათ მონიშნა, შემდეგ დავაწყაპუნოთ აი აქ წერტილებზე და აი ესეთნაირად გავაკეთოთ. აქ ხები ექნება ამას, ესეთნაირი ფორმა შეგვიძლია მივცეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ესეთი რაღაც გავაკეთეთ. ანუ ჩვენ თუ გავაკეთებთ თავიდან, მოდი ეს Ctrl A მოვნიშნოთ და delete-ით. დავშალოთ. მოკლედ ნახეთ. pen tool-ით გავაკეთეთ ხო რაღაც ნებისმიერ ესეთი ობიექტი ავიღეთ, არ მოგვეწონა, ჯერ შეგვიძლია რომ აი აქ direct selection tool-ით მოვხსნათ მონიშნა საერთოდ და მერე ცალკე მოვნიშნოთ თითოეულ წერტილზე ვიმოქმედოთ. ან შეგვიძლია აი აქედან დავამატოთ წერტილი. დავამატოთ წერტილი და მერე ამ წერტილზე ვიმოქმედოთ. ესე ხებით შეგვიძლია. ასევე ჩვენ თქვით რომ ხებზე თუ გვინდა აი აქ მოძრაობა ისე რომ მეორემ არ იმოძრაოს, ამისთვის რას ვაკეთებდით? ამისთვის ჩვენ Alt-ზე დახმარებით, Alt-ის ღილაკზე დახმარებით, ანუ Alt-ის ღილაკზე ვაწყაპუნებ კლავიატურის Alt ღილაკს და შემდეგ რომელიმე კონკრეტულ ხებზე მოქმედებ და მარტო მხოლოდ ცალი მხარე იმოქმედებს. მეორე მხარისთვის უკვე შემდეგ Alt-ი აღარ გვჭირდება, ესეც ასე ვთქვათ, განხილული გვაქვს ეს თემა. ანუ რაღაც ფორმას ასე ვთქვათ, მივცემთ და ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია პაზზე გადავიდეთ მარჯვენა ღილაკიდან fill პაზით. ჩავასხათ ესეთ, ასე ვთქვათ, ან pattern-ი გამოვიყენოთ, ან color-ებში გადავიდეთ, აქედან ნებისმიერი ფერი ავირჩიოთ და ჩავასხათ და მივიღებთ ესეთ ობიექტს. ამის შემდეგ უკვე აღარ გვჭირდება ჩვენ პაზი, თვითონ ის კონტური, delete paz და მივიღებთ იმ ობიექტს, რა ობიექტზედაც ასე ვთქვათ, მოვახდინეთ. აი ახლა ნახეთ, არ გადაადგილდება, იმიტომ რომ background-ზე მოხდა ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, როგორ შეიძლება მოვახერხოთ ვისახსოვს, როგორ შეიძლება მოვახერხოთ, რომ ეს ცალკე layer-ზე გადავიტანოთ. რომ ეს არ წავშალოთ, ასე ვთქვათ და თავიდან არ მოგვიწევს ამის დახაზვა. როგორ შეიძლება ეს გადავიტანოთ ცალკე layer-ზე. ნუ შეგვიძლია ესეთი რაღაცა გავაკეთოთ, მოვნიშნოთ აი აქ მოვნიშნოთ აი აქ ეს pena, მწვანე ფერი. მარჯვენა ღილაკიდან layer via cut. და აი ნახეთ, ცალკე layer-ზე აღმოჩნდა უკვე აი ეს. აი ეს. ახლა აქ როგორ მოვახერხოთ, რომ აი აქ ესეთი სიტუაცია არ გქონდეს. მოვნიშნოთ აი ეს. ოღონდ აქ უნდა ჩამოვიდეთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თუ აქ არ დავდექით, ისე ვერ მოვინიშნება ეს და უბრალოდ თეთრი ფერი ჩავასხათ, ან edit-დან fill გავაკეთოთ და ვნახოთ რა შედეგი გვექნება. უბრალოდ აქედან ახლა რა თქმა უნდა დიდი დატვირთვა წავიდა უკვე, იმიტომ რომ რთული პროცესია რა თქმა უნდა. და ამიტომ ყოველთვის ჯობია გავაკეთოთ მარტივად ეს ყველაფერი. ანუ ჩავასხათ ფერი უბრალოდ. რომ ახლა ეს პროცესი როგორ ნიშნავს, რომ ყველა კუთხიდან უნდა ჩაესხას ფერი და შეივსოს აი ეს არეალი, რა თქმა უნდა, ახლა ეს ბუნებრივია რთული პროცესია და მაგიტომ წავიდა დატვირთვა ახლა უკვე
და ამიტომ აქედან უბრალოდ თეთრ ფერს ავიღებთ, აი აქ დაწკაპუნებით უკანა ფერი მოექცა. უკან მოვექცა თეთრი ფერი და Control Backspace-ით აი უკვე ჩავასხავთ და Control D-ით მოვხსნით მონიშნავს და მივიღებთ ზუსტად იმ ასე ვთქვათ მომენტს რა მომენტიც ქონდა აი აქ. ეს უკვე ახალ layer-ზე გადავიდა. ან თუ თითქოს ლაქასავით დაემჩნდა, რა შეიძლება ამისთვის გავაკეთოთ? საერთოდ ამოვჭრათ ეს ფერი, background-ის ფერი საერთოდ ამოვჭრათ. ნახოთ. აქ ახლა background-ია და დააბლოკილია, გადავიყვანოთ layer-ად, ამოვჭრათ საერთოდ ფერი და ახლიდან ჩავასხათ თეთრი ფერი. Control Backspace-ით და მივიღებთ ერთ ტონალობაში ფერს. ანუ ეს მოქმედებები მოკლედ უნდა გვახსოვდეს, რომ აი ესეთნაირად ასე ვთქვათ გამოვიყენოთ მერე კომბინაციაში და ეს უკვე აი ახალ layer-ზე გვაქვს გადატანილი და შეგვიძლია როგორც გვინდა ისე ასე ვთქვათ ამოძრავოთ. კოპირებითაც მარტივად დავაკოპირებთ, ანუ Alt-ზე დაწყაპუნებით და შემდეგ გადაადგილებით აი აქ. ან როგორც გითხარით, მარჯვენა ღილაკიდან მოგვიწევს დუპლიკატის გაკეთება. ან იგივე layer-ებიდან იგივე დუპლიკატის გაკეთება და აქაც და აი აქედანაც შეგვიძლია დუპლიკატის გაკეთება. ანუ ბევრნაირი საშუალებები არის, ანუ ყველა მოსინჯეთ და რა თქმა უნდა, მე თქვენს მუშაობის სტილზე იქნება დამოკიდებული თუ რა დროს რომელს გამოიყენებთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ ეს რაც შეეხებოდა ასე ვთქვათ აი ამ pen tools ეს დამატებით ეს ასე ვთქვათ კუთხის კონვერტერი იყო, ეს ზედმეტი წერტილების მოცილება და ასე შემდეგ. ანუ ნახეთ რაზე იყო საუბარი, რაღაც კუთხე გვაქვს. წერტილების დამატება ვნახეთ. და თქვათ ამ წერტილზე მოქმედება ვნახეთ აი ესე. პირიქით წერტილების მოცილება ზედმეტი რაც არის და ეს ვნახეთ ესეც ჩვენ თუ გახსოვთ Apple-ის ლოგოს ვაკეთებდით ფოთოლზე იყო იქ რომ ზედმეტი წერტილები მოვაცილეთ და პლუს ეს დამრგვალებული კუთხეები შეგვიძლია აი ამით კონვერტერით ნახეთ. აი კუთხედ გადავაქციოთ. ანუ კუთხე რომელიც დამრგვალებულია, ერთი დაწყაპუნებით შეგვიძლია ან გავასწოროთ, ან კუთხედ გადავაქციოთ. ანუ აი ესე ერთ სამით აი ეგ დავაწყაპუნოთ, ახლა ნახოთ წერტილი დავამატოთ. ანუ აი აქ, ახლა მე თუ დავამატებ წერტილს, აი აქედან და ამ წერტილს გავაკეთებ როგორც აი ესეთი დაგლუება მაგალითად აი ესეთი რაღაც ხო? აი ამით უკვე შეგვიძლია კონვერტაცია გავუკეთოთ და შესაბამისად აი ნახეთ უკვე გადავაქციოთ კუთხურად. თუ ზედმეტია საერთოდ და აღარ გვჭირდება უკვე არც კუთხე და არც ასე ვთქვათ მომრგვალებული, უკვე delete ღილაკის საშუალებით ისევ სტანდარტულ ვარიანტს დავუბრუნდება. ანუ ეს ხერხები, ეს მეთოდები ესენი ჩვენ ყველა ფაქტიურად გამოყენებული გვაქვს და უბრალოდ თვალი რომ გადავავლოთ თლიანად ახლა მასალას, აი მივიღეთ ესეთი სიტუაცია. აქაც თუ ეს ზედმეტია ბუნებრივი აქაც და აი აქაც დავაბრუნებთ საწყის მდგომარეობაში. ანუ აქაც საერთოდ მე უკვე შეიკრება ესეთი, ასე ვთქვათ, ფიგურა. ანუ ეს ვექტორული ხელსაწყოები, ესე იგი ყველა თითქმის ნახეთ ჩვენ თუ როგორ და რანაირად უნდა გამოვიყენოთ. და კიდე ერთი ვნახეთ ის რომ თუ თვითონ გადაადგილება ამ მსგავსი რაღაც მოქმედება გვჭირდება ამაზე, მხოლოდ და მხოლოდ მისთვის საჭირო განკუთვნილი ხელსაწყოები აი აქ არის. და მით უმეტეს თითოეულ წერტილზე რომ გქონდეს შეხება, ბუნებრივია უკვე გამოიყენება Direct Selection Tools. კიდე ერთხელ აღვნიშნო, აი გამოვიყენეთ თქვა წერტილის გადაადგილება მინდა, ანუ წერტილის მდებარეობის შეცვლა. რა თქმა უნდა ესე ვერ გავაკეთებთ, იმიტომ რომ ჯერ ყველა წერტილი მონიშნულია, ამას მიაქციეთ ყურადღება. ამიტომ ჯერ დავაწყაპუნებთ ცალკე, რომ მოვხსნათ მონიშნები, შემდეგ თითოეულ წერტილზე დავაწყაპუნებთ და რა თქმა უნდა ფერს შეიცვლის ის თითოეული წერტილი, რომელზეც მოქმედება უნდა განვახორციელოთ და მე შეგვიძლია მსგავსი მოქმედებები შევასრულოთ ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდა. შემდეგ უკვე რა თქმა უნდა მოგესალმებით ბატონო გიორგი, 1 წუთი. კი ბატონო, ზუსტად 1 წუთით. მოგესალმებით ყველას.
როგორ ხარ სტუდენტებო მოგიკითხავთ, როგორ ბრძანდებით თქვენს ბატონო გიორგი? მადლობა, თავად როგორ გიკითხოთ? მადლობა, არა, მიშეს ბატონო გიორგი, მარიამმა რაღაც მოგწერა, ძალიან გხოთ რომ დროულად შესვენებაზე. რომ წინამდე შემთხვევაში მე დაგიგვიანდებათ. შესვენებაზე კი ბატონო. კი ბატონო, ცოტა 10 წუთიანი აიღეთ ბავშვებთან ლექციებს შორის შუალედი და რომ მოუგვაროთ მარიამს ეს საკითხი. კარგით, მოკლედ მე ცოტა ხანი დავრჩები, შემდგომ დავტოვებ, დაველოდები, იქნებ ვინმე შემოგვიეთ. კეთილი. კარგით, დროებით. მოკლედ ნახეთ რომ ესეთი სიტუაცია გვაქვს. და უკვე იმის შემდეგ რასაც მივიღებთ, ასე ვთქვათ, სტანდარტულ ასეთ ფორმას გავაკეთებთ. ამის შემდეგ უკვე ჩვენ შეგვიძლია ეგ პაზებში გადავიდეთ და აქედან როგორც ვიცით, ფილ პაზით განვახორციელოთ მასში ფერის ჩასმა. თუ დავტოვებთ ამ ფერს, რა თქმა უნდა, ავტომატურად არჩეული ფერი იქნება, ან კოლორებიდან გადავალთ და აი აქ ავირჩევთ, როგორც ვთქვით, ფერს და აქ ოკეი ღილაკს დაწკაპუნებით მივიღებთ. იმას რაც აი აქ ასე ვთქვათ, აი ამით ფორმა რა ფორმად შევქმნით. შემდეგ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ კონტური თუ გჭირდება, რა თქმა უნდა, დილეიც არ გავაკეთებთ, აქედან გამომდინარე, მოდი კონტურის ფერსაც ასე ვთქვათ, ნახოთ აქ. აი გადაადგილებით, თუმცა საერთოდ კონტური არ გჭირდება, ბუნებრივია დილეით ბაზით შევცვლით ამ ყველა ფერს. გადავიდეთ ლეიერზე, ვნახოთ აი აქ. ასე იგი, ესეთი ფორმა გვაქვს. და აი ნახეთ რაზეა საუბარი. აი ესეც თუ მიაქცევთ ყურადღებას, ნახეთ აქ არის ისევ და ისევ ჩასმული ბექგრაუნდზე. ეხლა აი აქ ჩვენ მაგალითად ამას ჩარჩო რო გავუკეთოთ, ანუ სტროუკი ასე ვთქვათ გარშემო. ამას კი არ გავუკეთებ, მთლიანად ჩარჩოს გავუკეთებ ახლა ეს. აი რო გვინდოდეს აქედან ედიტიდან მაგალითად stroke გავაკეთოთ. აი რაღაც ფერი ავიღოთ, წვანე ფერი, მოდი შიგა ფერი იყოს, უფრო კარგად დავინახოთ, იყოს 9 პიქსელი, ოკეი. და ნახეთ რა თქმა უნდა აქ სულ სხვა სიტუაციას მივიღებთ. ანუ მივიღეთ მთლიანად ჩარჩოზე მივიღეთ, აი ლეიერზე მივიღეთ და არა ამაზე. რატომ? იმიტომ რომ ეს არის ასე ვთქვათ ლეიერზე თვითონ ბექგრაუნდზე. ისევ იგივე ხერხი გამოვიყენოთ, მოვნიშნოთ აი ეს მარჯვენა ღილაკიდან layer via cut გავაკეთოთ. და ამის შემდეგ უკვე აი ეს ამ layer-ზე გვაქვს აი ეს, ამის შემდეგ შეგვიძლია ამაზე გავაკეთოთ stroke-ი. აი ოკეი ღილაკზე დაწყაბუნებით, აი მივიღეთ თვითონ აი ამ ობიექტზე ჩარჩო. მოდი უფრო ესეთი გავაკეთოთ, უფრო ჯერ ახლოს მოვიტანოთ და შემდეგ edit-იდან გავაკეთოთ stroke. მოდი scroll-ი დავატრიალოთ და 12 პიქსელიანი იყოს, წითელი ჩარჩო და inside შიგნიდან. აი ესე მივიღეთ აი ეს. ასევე შეგვიძლია edit-იდან ისევ stroke-ი გამოვიძახოთ და უკვე outside გავაკეთოთ სხვა ფერი, სადღაც აი ეს რაღაც ყვითელი ფერი თუ გნებავთ და ოკეი ღილაკს დაწყაბუნებით, მივიღებთ აი ორმაგ ფერს. აი ხა თუ კარგად დავაკვირდებით, მივიღეთ ჩვენ ორმაგი ფერი. იგივე შეგვეძლო გაგვეკეთებინა FX-ებიდან stroke. აი ამ ბრძანების, აქაც outside, inside და ასე შემდეგ, აქაც შეგვეძლო ეს გაგვეკეთებინა უფრო მეტი. აი ნახეთ, იგივე ვარიანტია აი აქ. თუ გადავალთ inside-ში, აქაც იგივეს გავიმეორებთ. ანუ აქედანაც შეგვეძლო მოკლედ ეს ყველაფერი გაგვეკეთებინა. ანუ ჩვენ ბევრი მეთოდი, ანუ 2-3 მეთოდი მოკლედ ვისწავლეთ იმისთვის, თუ რა კონკრეტულ ობიექტზე და კონკრეტულად ასე თქვა რაღაც მაგალითზე რა შეიძლება გავაკეთოთ და ასე შემდეგ და ასე. იგივე შეიძლებოდა უკვე აი ეს ასე ვთქვათ ხელით ანუ pen თულის საშუალებით რაღაც ობიექტები გაგვეკეთებინა და ასევე ჩვენ ნახეთ რომ აქ არის უკვე მზა ობიექტები, როგორიც არის მაგალითად rectangle თული და რა თქმა უნდა აქ shape-ია აღებული და ბუნებრივია შევსილი გამოგვიტანა ეს ობიექტი და მისთვის ასე ვთქვათ აი აქ დამხმარე საშუალებები გამოტანილია, სადაც მაგალითად შეგვიძლია კუთხეებიც მაგალითად დავამგვალოთ. აი მაგალითად ეხლა აქ ლინკი ჩართულია, ამას მიაქციეთ ყურადღება. რას ნიშნავს რომ ლინკი ჩართულია? იმას რომ 4-ვე კუთხეზე, რა თქმა უნდა, მოახდენს რეაგირებას. აი მაგალითად 15 პიქსელიანი ასე ვთქვათ დამრგვალება იყოს, ოკეი ღილაკზე დაწყაბუნებით, ნახავთ რომ აი სამით მოდი ვნახოთ რაზე გვაქვს საუბარი. ჯერ ერთი რომ აი აქედან ფერის შეცვლა და ასე ვთქვათ
ჩარჩოს გაზდა შეგვიძლია იგივე აქედან რაც აქ ხდება და ასევე პლუს აი მოდი უფრო ესეთი რაღაც გავაკეთოთ. გადავიდეთ აი აქ ბაზებში, delete ბაზი. მთლიანად წაიშალა, ნახოთ. ანუ აქაც იგივე სიტუაცია, როცა ჩვენ აქ ობიექტს ვიღებთ, თუ არის shape, რა თქმა უნდა, დაგვიხაზავთ მთლიანად შემსილს, ხო? მაგრამ თუ ავიღებთ ბაზს, რა თქმა უნდა, დაგვიხაზავს მხოლოდ ჩარჩოს. და იმ ბაზზე შეგვიძლია აქედან მერე fill ბაზით ან შეგვიძლია make selection-ი გავაკეთოთ, OK ღილაკზე დაწკაპუნებით, უკვე მერე სტანდარტულად აი აქ ავირჩიოთ თუ გნებავთ ახალი ლეიერი და იმ ახალ ლეიერზე ჩავასხათ, ასე ვთქვათ, ფერი. აქ რაც იქნება არჩეული ის ფერი, Ctrl-D-ი მოვხსნი მონიშნოს და აქედან ისევე ბაზიდან delete ბაზს გავაკეთებ და მივიღებ ის, ასე ვთქვათ, იმ ჩარჩოს. ანუ აქედანაც იგივე ნებისმიერი აქედან აღებული ობიექტი იგივე წრე იქნება თუ სხვა ობიექტი იქნება, ბუნებრივია. აი ესეთნაირად. ან ბაზით, ან ასე ვთქვათ, shape-ით გავაკეთებთ ამ ყველა ფერს. კარგით, აბა ვის რა შეკითხვა გაქვთ უკვე იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ვილაპარაკეთ, ვისაუბრეთ, რომ ფაქტიურად ყველა, ასე ვთქვათ, ის კომპონენტი ჩვენ გავიარეთ აი აქ. და ვნახეთ თითოეულის, ასე ვთქვათ, მუშაობა და პლუს ჩვენ ვნახეთ, რომ შეგვიძლია ასევე აი custom shape tool-იდან დავამატოთ, ასე ვთქვათ, ნებისმიერი ობიექტი აი აქ, რომელიც ასე ვთქვათ, ჩვენ გვჭირდება ჩვენს და ასე ვთქვათ, ესენი ყველა ფაქტიურად გამოყენებული გვაქვს. ძირითადად ჩვენ ვიყენებდით, ასე ვთქვათ, აი აქ იყო web-ზე, იყო ასე ვთქვათ, shape-ები და იყო ასე ვთქვათ, სიმბოლოები და ასე შემდეგ. იგივე ფაქტიურად იგივე მოქმედების შესრულება შეიძლება, რაც მაგალითად შესაძლებელი არის უკვე თვითონ აი აქ ამ ობიექტებზე. ფერიც შეიძლება შევცვალოთ აქედან, თვითონ აი ეს თვითონ ტელეფონის ფერიც ასევე შეიძლება შევცვალოთ. ოღონდ რა თქმა უნდა, ნახეთ, ეხლა rasterize, ანუ გადაყვანა დაჭირდება ამ ობიექტს rasterize layer-ად და ამის შემდეგ შეგვიძლია თავისუფლად მოვნიშნოთ თვითონ ამ ობიექტზე კონკრეტული, მოდი მოვიყვანოთ ახლოში, კონკრეტული ნაწილი. და იმ ნაწილზე, ასე ვთქვათ, ვახდინოთ მოქმედება. ნახოთ. Ctrl-D-ი მოვხსნათ მონიშნა. მოკლედ. ნახეთ თუ რა საშუალებებია აი აქ, ასე ვთქვათ, გამოყენებული. ფერებიც როგორც გითხარით, მე მაქვს ნათქვამი, რომ თუ აი აქ დავაწყაპუნებთ სტანდარტულად შავი ფერი იქნება, აი ამ ღილაკით შევცვლით ამ ფერების მიმდევრობას და ასევე გამოყენება შესაძლებელი იქნება მარტივად აი ამ სტანდარტულად არჩეული default ფერებით, თუ არა და შესაძლებელი იქნება ბუნებრივი აქედან ფერის არჩევა, პლუს ბიბლიოთეკის გამოყენება და პლუს მე გითხარით, რომ აი თუ ვიცით ფერთა კომბინაცია, აქ არის, ასე ვთქვათ, RGB, აი აქ, ამათი, ასე ვთქვათ, ცვლილებით, აი ნახეთ მაგალითად, მივიღეთ ესეთი მუქი ფერი, თუ გავზდით ეხლა წითელ ფერს, აი ნახეთ, აქ არჩეული ფერი, ზოგადად არის 255-მდე, თუ ავიღებთ რეალურად 255-ს იქნება
წითელი ფერი. იდეალურად წითელი ფერი იქნება თუ ყველა, ასე ვთქვათ, green-შიდაც და blue-შიდაც იქნება 0 ფერი. ეს იქნება უბრალოდ იდეალურად წითელი ფერი, ანუ მაქსიმალური წითელი ფერი. აქ რომელსაც დავუწერთ, ასე ვთქვათ, მაქსიმალურ 255-ს იქნება მაქსიმალური მწვანე ფერი და მაქსიმალური ლურჯი ფერი. იგივე ეს ფერთა მოდელიც და ისევე აგასავე ფერთა CMK ფერთა მოდელიც ჩვენ განხილული გვაქვს თუ რა განსხვავებები ამ ფერებს შორის და ბეჭდურ მედიაში თუ რომელი უფრო გამოიყენება. ოკეი, ღილაკზე არჩევით, უკვე ავირჩიეთ. მოკლედ, გავაზიარებ ახლა ეკრანს. და ანუ ნახოთ ახლა უკვე შემდეგი თემა გავიმეოროთ. მოდი აქ სხვა სურათს შემოვიტან, რომელზედაც უფრო, ასე ვთქვათ, უფრო ვიმუშავებთ უკეთესად. აი თუნდაც აი სურათი იყოს. ჩვენ ნახეთ, რომ მოდი უკეთესი სურათი ვნახოთ. რასი, ასე ვთქვათ, გაკეთებაც მინდა. მოკლედ შემოვიტანოთ აი თუნდაც აი სურათი ვნახოთ, რისი, ხო, შეიძლება ესეც ან მოდი გამოვიყენოთ ისევ აი ეს სურათი. მოვიტანოთ ახლოში და ვნახოთ. ჩვენ ვნახეთ, ასე ვთქვათ, ფერთა შეცვლის მეთოდი და პლუს აქაც გამოვიყენოთ ესეთი მეთოდი იყოს, ნახოთ. მაგალითად აი მოვნიშნოთ და თვალის ფერი შევცვალოთ, ხო? იგივე ნებისმიერი ფერი შეიძლება შევცვალოთ, თუნდაც აი ეს ცილინდრის ფერი შევცვალოთ. როგორ შეიძლება ეს გავაკეთოთ? რა თქმა უნდა, ჯერ უნდა მოვნიშნოთ ცილინდრი ბუნებრივია და შემდეგ ფერი შევცვალოთ. ამის მონიშნვის აი ამ შემთხვევაში უკვე quick selection-ი ჯობია რომ გამოვიყენოთ, მონიშნვის დროს აი quick selection-ი გამოვიყენოთ და ფერის შეცვლას რაც შეეხება, აი მაგალითად გავაკეთოთ ეს ყველაფერი image adjustment მაგალითად მიკროფონები გამორთეთ მეგობრებო. მაგალითად აი hue saturation. ანუ კლავიატურის კომბინაციით Ctrl U. აი ამით შეიძლება გამოგვიძახოთ აი ეს ფანჯარა. მოვნიშნოთ color-ის და აი ნახეთ იდეალურად შეიცვალა ფერი, ასე ვთქვათ. ცილინდრმა, ანუ რა ფერის გვინდა შეიძლება იყოს, აი ესეთნაირად შევცვალოთ მესი ფერი. ანუ პირველიდან ესე იგი ვიღებთ ფერს, ხოლო შემდეგ ვცვლით მის ტონალობას, ღია იქნება თუ მუქი, ასე ვთქვათ, აი ეს. აი იქნება შეგვიძლია შევცვალოთ აი ესეთი ფერი. ოკეი, ღილაკზე დაწყაბნებით მივიღებთ ესეთ ფერს. თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ეს ყველაფერი შეიძლება გავაკეთოთ არა ორიგინალზე, არამედ დავადუბლიროთ. და ამის შემდეგ დუბლიკატზე მოდი იგივე image, როგორც გითხარით, adjustment და hue saturation, ან ეს შეგვიძლია გამოვიძახოთ კლავიატურის კომბინაციით Ctrl U. იგივე ფანჯარა გამოდის ბუნებრივია, მოვნიშნოთ color-ის და აი მივიღებთ მაგალითად აი მოდი უფრო ესეთი მოლურჯო ესეთი ფერი ავიღოთ. შესაბამისად. ოკეი, ღილაკზე დაწყაბნებით აი მივიღებთ ესეთ ფერს. აი იყო მაგალითად აი ესეთი ფერი, მივიღეთ აი ესეთი ფერი. როგორ მოვნიშნეთ კუდი მაგალითად? კუდი მოვნიშნეთ ძალიან მარტივად, მონიშნის ხელსაწყო, აი თუნდაც quick selection-ით გადავატაროთ, აი მოვნიშნეთ კუდი. ევრნაირი საშუალება არის ამის. ან თუ გნებოდ ეხა ეს დროს მოითხოვს თორე, აი მაგალითად აქედან polygon lasso-დან აი ესე შეგვიძლია ესე ეხა ძალიან ესე უხეშად მოვნიშნავ, მაგრამ ესე უნდა გაყვე კონტურებს, ხო? ამიტომ ძალიან მარტივია უკვე ამის მონიშნა.
quick selection-ით. აი ეს ვინიშნა უბრალოდ აი ეგ გამორჩა. ხა რა თქმა უნდა მაშინ დავაპატარავ აი ეს პუნქტი. და აქაც რო გავყე მონიშნოს აი ესეთნაირად. აი ეს. აქ უკვე მინუსი დამჭირდება. აი ეს ზედმეტი მონიშნები გამოვაკლო. აი ეს. პლუსი, უფრო ახლოს მოტანა დაჭირდება და ასე შემდეგ. ეხლა ბუნებრივი ამაზე დროს არ დავკარგავ, იმიტომ რომ ეს ჩვენც კარგად ვიცით. შემდეგ image adjustment, hue saturation and control u როგორც გითხარით, მოდი ავიღოთ განსხვავებული ფერი აბსოლუტურად მუქი წითელი. რაღაც ესეთი ფერი ავიღოთ, აი აქ ეს ფაქტიურად აი ეს სამის მოძრაობა არც დაგჭირდება. კოლორის მოვნიშნოთ, აი მუქი წითელი ავიღოთ, ან ესეთი რაღაც შეგვიძლია ესეთი ფერი. ოკეი, ღილაკზე დაწკაპუნებით მივიღებთ ესეთ ფერს. Control D-ი მოვხსნით მონიშნოს. და აი მაგალითად გქონდა ესეთი სიტუაცია, ესეთ მივიღოთ ესეთი ფერი. აი ამ მოქმედებით გავაკეთეთ ჩვენ მაგალითად თვალის ფერის შეცვლა, ტოჩის საწყის ფერის შეცვლა და ასე შემდეგ. იგივე საშუალებები გამოვიყენეთ. აი აქ ეხა თვალის ფერი ყველა ვარიანტში ამით ჯობია მოვნიშნოთ, ეს ჩვენ თქვით. როცა ამას ხილავდით, იმიტომ რომ აქ ისეთი ასე ვთქვათ ფრთხილი და ზუსტი მონიშნა გვინდა რომ აი ესე სათითაო წკაპებით უნდა გავყვეთ და მოვნიშნოთ აი ეს. ეს მონიშნა რომ შევინარჩუნოთ აუცილებელი არის ეს ღილაკი იყოს, იმიტომ რომ თუ აქ გადავედით და აქ დავიწყეთ მონიშნა, ეს მონიშნა დაიკარგება, ხო? მონიშნის დამატების ღილაკზე გადავედით და აი აქედან ნახეთ რომ აი ესეთი ზუსტი მონიშნა გჭირდება. ამის შემდეგ იგივე Control U აი აქ კოლორის ღილაკი ჩავრთო და მაგალითად აი მწვანე ფერის თვალი ავიღოთ. ოკეი, ღილაკზე დაწკაპუნებით და Control D-ს მონიშნეთ, აი ნახეთ. ნახოთ, ორიგინალში როგორ იყო მოვხსნათ აი ეს თვალი, აი ესეთი მივიღეთ. აი ესეთი ასე ვთქვათ სტილის. კი ბატონო, ეს რაც შეეხებოდა აი ამ ასე ვთქვათ ფერთა შეხამებებს. აქ ავირჩიეთ, აქ ბევრი ვარიანტი განვიხილეთ ჩვენ მაგალითად დაბურული სურათის გასუფთავება, იგივე ამათი ასე ვთქვათ გაღიავება უფრო მეტად, აი ესეთი დამუქება, ამ პირიქით გაღიავება და ასე შემდეგ. რა ეს ყველაფერი ჩვენ მაქსიმალურად ასე ვთქვათ გამოვიყენეთ. იგივე აი აქედან მაგალითად ნახოთ, შემოვიტანოთ დაბურული სურათი თუ გვაქვს ახლა ჩვენ აქ და ნახოთ აი აქ აი მაგალითად ეს სურათი შემოვიტანოთ და ვნახეთ რომ აი თითქოს ეს გასუფთავებული სურათია. მოდი ვნახოთ თუ გვაქვს სხვა ამის ნახოთ თუ გვაქვს ეგეთი სურათი, რომელიც არის ასე ვთქვათ თუმცა ეს ჩვენ ყველაფერი რა თქმა უნდა განხილველი გვაქვს და შეგიძლიათ ძველს რომ აი ეს ნახეთ. აი ახლა აქ რა თქმა უნდა დაბურულია, ბევრად უფრო დაბურულია. მოდი ეს დუბლიკეიტი გავაკეთოთ ამის. და ეს ჩვენ თქვით რომ აი აქედან image-დან adjustment-ა ეს კონტრასტულობით და სიკაშკაშის შეცვლით, აი ნახეთ, მივიღეთ ესეთი ვარიანტი კონტრასტულობის დაკლება. უბრალოდ უნდა გავითვალისწინოთ რომ აი აქ უკანა მხარე ჩვენ არ უნდა გქონდეს აი ესე ძალიან გაკაშკაშებული. ამიტომ ჩვენ რა გავაკეთეთ ამისთვის? ამისთვის გავაკეთეთ ის რომ მაგალითად მოვნიშნეთ აი ეს მხარე უკან, მაგალითად აი ამით მოვნიშნოთ, შეგვიძლია ეს გავაკეთოთ. ესე უხეშად გავაკეთებ ახლა მე წკაპებს. აი აქ და შევაბრუნებ მონიშნას select inverse. და შევაბრუნებ სხვაგან გაკეთდეს ამის გარდა. შემდეგ image-დან გავაკეთებ ესე ვთქვათ იგივეს და იქ უკან რა თქმა უნდა იგივე დარჩება და აი აქ რა თქმა უნდა აი ნახეთ. ოკეი, ღილაკზე დაწკაპუნები და Control D-ს მონიშნეთ, უკან დარჩა ეს სიტუაცია და აი აქ ნახეთ ესეთი რაღაც მივიღეთ.
გარდა ამისა, აქ ბევრი საშუალებები ვნახეთ ჩვენ კიდევ რა, რომ აი მაგალითად ეს ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს ლეველებით, გაკეთდეს აი ქურვე, წეხან რაც გავაკეთეთ, აი ზემოთ აი ესე აწევით, უბრალოდ აქ ისე ვის უნდა იყოს მონიშნული, აი ნახეთ ესეთი იმით, აქაც იგივე სიტუაცია შეიძლება ვიღოთ, რომ იგივე hue saturation აქ ფერთა შეცვლილება, color balance ესეც ნახეთ, რომ აქაც ფერთა შეცვლებია და ძირითადად აი ეს ვთქვათ, ძირითადია ყველაფერი ჩვენ მოკლედ განხილული გვაქვს. კარგით მეგობრებო, ვის რა შეკითხვა გვაქვს უკვე აქედან გამომდინარე შემიძლია გითხოთ, თუ ვინმეს რამე შეკითხვა გაქვთ, შემიძლია თავაზუსტო კიდე ერთხელ გავიმეორო და კიდე ერთხელ გავაკეთოთ განმარტება.